რეკრეაციული ზონის ნაცვლად 40 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გორგილაძის ქუჩის 114 ნომერში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ კორპუსის ირგვლივ ერთადერთი თავისუფალი ზონის ათვისებას კომპანია იალჩინ გრუპი გეგმავს, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ეს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრებლების ერთადერთი პრობლემა არ არის. თამარ კიკნაძე თემის დეტალებით. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გორგილაძის ქუჩის 114 ნომერში მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია, მშენებლობას უკავშირდება, რომელიც შესაძლოა კორპუსის წინ დაიწყოს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია იალჩინ ჯგუფი იმ ტერიტორიის ათვისებას აპირებს, რომელიც კორპუსის ირგვლივ ერთადერთი თავისუფალი სივრცეა. მათივე მტკიცებით, აქ პროექტის მიხედვით რეკრეაციული ზოლი მოზარდებისთვის კი მოედანი უნდა აშენებულიყო. მივმართეთ ქალაქის მერს, მივმართეთ ხაბაძეს, ვის არ მივმართეთ. აი ამ ტერიტორიაზე ჩვენ არავის არ მივცემთ მშენებლობის უფლებას. იმიტომ რომ აქ არის რეკრეაციული ზონა, ჩვენ როცა ვყიდულობდით ეს ჩვენ გაგვაფრთხილენ, იალჩინს უნდა აშენება. აქციის მონაწილეები მერიისაგან კიდევ ერთ განმარტებას მოითხოვდნენ. აინტერესებდათ, რატომ ჩაიბარა მშენებლისაგან მერიამ კორპუსი, რომელშიც ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის შემდეგ ლიფტი აღარ მუშაობს. სახურავიდან წყალი ისე ძლიერად ჩამოდის, რომ რამდენიმე სართულს აზიანებს. ავტოფარეხი გამუდმებით წყლით იტბორება, მაღალ სართულებს არ მიეწოდება წყალი და სხვა. ბავშვები რომ გამოდიან გარეთ, მეშინია რომ რამე არ მოხდენ, იმნარად არის ყველაფერი მოდის, კედლები მოდის ძირში. გარეთ გამოვდივარ საღამოს ხან პურზე, ხან რაღაცაზე, არ მაქვს განათება, რომ ავიდე. პადიეზებში განათება საერთოდ არ არის. რო გაწვინდება, ჩვენ უკვე ვეღარ გავდივართ ეზოში. ვერც დამსვენებელი, ვერც ვერაფერი ვერ მოდის ოჯახში. ლიფტი სულ იჭედება 100 სახეში გექტარი ვარ ყოველ დღე ოჯახით. საშინელი სანახაობაა, ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული. ახლახანს წყლის მილიც გასკდა. მე-12 სართულის შემდეგ წყალი საერთოდ არ ამოდის. ყველას ავზი და სატუმბი მოწყობილობა გვაქვს. ეს კი ცალკე ხარჯია. ადგილობრივების პროტესტი გაიზიარეს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის წევრებმაც. ეს არის პრევენციული და გაფრთხილებისთვის, რადგანაც კვირის ბოლოდან უკვე ჩვენ დავიწყეთ უფრო მასშტაბურ აქციებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხმა მივაწვდინოთ და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდნენ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი მშენებლობისათვის განცხადება არქიტექტურის სამსახურში არ მიუღიათ. რაც შეეხება შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს, მერიას მისი შემოწმების ვალდებულება არ აქვს. მერია სწავლობს მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურულ პროექტს და შესაბამისად ექსპლუატაციაც ხდება არქიტექტურული პროექტის მიხედვით. რაც შეეხება კონსტრუქციულ დასკვნებს, 57-დან ბრძანებიდან დადგენილებიდან ამოღებულია კონსტრუქციული პროექტი და შესაბამისად მერის მიერ მაგის შესწავლა არ ხდება. ობიექტი მერიამ პროგრესი 4-ისგან 2013 წელს ჩაიბარა. მოსახლეობის მტკიცებით მშენებელი გიგლა ჯაიანი პასუხების მისაღებად მათ ასევე ქალაქის მერიისკენ ამისამართებს.